მოგესალმებით ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმყოფებით, სადაც ყოველ ღამე იმართება ყოველ საღამოს იწყება საპროტესტო აქცია აქ. დღესაც შეიკრიბენ 146 დღეა დღეს საპროტესტო აქციების. აქ სულ რამდენიმე წუთია დაიწყეს მოქალაქეებმა შეკრება და მათი მოთხოვნები არის უცვლელი. ისინი ითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ხელახალ არჩევნებს. როგორც ხედავთ, სულ რამდენიმე წუთის წინ დაიწყეს აქ მორიგი აქცია. შეგახსენებთ, რომ ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან არის 146 დღე პროევროპული აქციების და ასევე მინდა გითხრათ, რომ უკვე 100 დღე გავიდა, დღეს მე-100 დღეა, რაც ბათუმელების მენეჯერი მზია ამაღლობელი იმყოფება პატიმრობაში. დღეს ამ თარიღს არაერთი ორგანიზაცია გამოეხმაურა, მათ გააკეთეს განცხადებები და კიდევ ერთხელ მოითხოვეს მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლება. ისინი აცხადებენ, რომ აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს მედია მენეჯერი. ისინი აკეთებენ აქცენტს იმაზე, რომ ეს პატიმრობა უკავშირდება მის საქმიანობას, ამიტომაც უნდა გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი და უნდა ჩატარდეს ობიექტური გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი დააკავეს იანვარში და მას ედავებიან ბათუმის პოლიციის უფროსზე ირაკლი დგებუაძეზე სილის გაწვნის გამო. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ასევე მიმდინარეობს სასამართლოში არსებითი განხილვა. საქმეს განიხილავს მოსამართლე ნინო სახელაშვილი. უკვე გამოკითხეს რამდენიმე პოლიციელი, რომლებმაც ჩვენება მისცეს სასამართლოში მოსამართლეს და ბევრმა მათგანმა გააჟღერა ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია. მაგალითად, ერთ-ერთი პოლიციელი აცხადებდა, რომ მზია ამაღლობელი დაკავების შემდეგ შეიყვანეს სამმართველო შენობაში მესამე სართულზე, მეორე პოლიციელმა კი განაცხადა, რომ მზია ამაღლობელი პირველ სართულზე შეიყვანეს. სხვადასხვა დროს ასახელებენ ასევე ისინი და ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გააჟღერეს მათ მზია ამაღლობელისთვის ბორკილების დადებასთან დაკავშირებით. მაგალითად, ერთ-ერთმა პოლიციელმა თქვა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება, მეორემ ასევე თქვა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება. ეს კითხვები ადვოკატებმა დასვეს იმის გამოც, რომ მზია ამაღლობელი მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელებს არ უწევდა წინააღმდეგობას, ეს თავად პოლიციელებმაც დაადასტურეს, რამდენიმე საათის განმავლობაში სამმართველოს შენობაში იმყოფებოდა ბორკილებით. მინდა გითხრათ ასევე, რომ დაწყებულია გამოძიება პოლიციელების წინააღმდეგ, თუმცა ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს ამ დრომდე უფლებამოსილება არ შეჩერებია და ის ჩვეულებრივად განაგრძობს თავისი მოვალეობის შესრულებას და რჩება თანამდებობაზე. მინდა შეგახსენოთ ასევე, რომ მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ დააკავეს. მას ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მზია ამაღლობელის თქმით, დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა და მასზე იწევდა ფიზიკური ანგარიშწორების მიზნით. ბათუმის პოლიციის უფროსი მზია ამაღლობელს არ აძლევდა წყლის დალევის, ასევე ტუალეტის სარგებლობის საშუალებას. დაკავების შემდეგ არასათანადო მოპყრობის შესახებ პირველი ინფორმაცია მზია ამაღლობელმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს მიაწოდა, რადგან მასთან ადვოკატებს არ უშვებდნენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, დაკავებულისადმი ისეთი მოპყრობა, სახეში შეფურთხება, გინდება, წყალზე და საპირპარეშოთი სარგებლობაზე უარის თქმა
ფასდება როგორც დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა. დგებუაძე რომ მზია ამაღლობელს დააკავების შემდეგ აგინებდა და სისხლის სამართლის მუხლით დაჭერით ემუქრებოდა, ეს ბათუმელების ვიდეო მასალაშიც არის ასახული. მზია ამაღლობელის დაკავებიდან მალევე ორმა ორგანიზაციამ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მოითხოვა ირაკლის გებუაძისთვის უფლებამოსილების შეჩერება და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართეს, თუმცა გებუაძე ისევ დაკავებულ თანამდებობაზეა. დღეს 22 აპრილს ბათუმელებმა ისევ მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და მათი პასუხი იყო ისევ იგივე, რომ მიმდინარეობს საქმის გამოძიება, თუმცა ირაკლი გებუაძეს უფლებამოსილება არ შეჩერებია. რაც შეეხება მზია ამაღლობელისთვის დაზარალებული სტატუსის მინიჭებას, როგორც მისი ადვოკატი ამბობს, ეს პროცედურები სისხლის სამართლის კანონმდებლობით არის გაწერილი და მე ახლა წაგიკითხავთ მზია ამაღლობელის ადვოკატის კომენტარს, როგორ განმარტავს ის ამას. პირველ რიგში პროკურორს უნდა მიენიჭებინა ყოველგვარი მიმართვის გარეშე ეს სტატუსი, თუმცა მან ეს არ გააკეთა. შემდგომში ჩვენ საქმის ზედამხედველ პროკურორს მივმართეთ, რომელმაც თავი აარიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და საერთოდ არ გვიპასუხა. ჩვენ პასუხის არ გაცემა მივიღეთ როგორც უარი და ეს უარი გავასაჩივრეთ ზემდგომ პროკურორთან. ზემდგომმა პროკურორმაც არანაირი პასუხი არ მოგცათ, მიუხედავად იმისა, რომ მასაც ავალდებულებს კანონი, რომ დაასაბუთოს უარი. მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურორსაც, თუმცა პროკურატურა მთლიანად აირიდა თავიდან ამაზე პასუხის გაცემა. ჩვენ ეს ყველაფერი გავასაჩივრეთ სასამართლოში და სასამართლოს მხრიდან მივიღეთ პასუხი. საქმის მასალები არ გვაძლევს იმის საშუალებას გავაკეთოთ დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მზია ამაღლობელი არის დაზარალებული. ამიტომ ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვანიჭებთ მზია ამაღლობელს დაზარალებული სტატუსო, განმარტავს მზია ამაღლობელის ერთ-ერთი ადვოკატი. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ მზია ამაღლობელის საქმის ფიგურანტი პოლიციელები არიან დასანქცირებული და ასევე მოსამართლეც არის დასანქცირებული. შეგახსენებთ ასევე, რომ ვიმყოფებით საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, უკვე 146 დღეა, რაც აქ გამოდიან მოქალაქეები და აჟღერებენ თავიანთ მოთხოვნებს, რომ უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ეს არის მათი ძირითადი მოთხოვნა და ისინი ითხოვენ ასევე იმ პოლიციელებზე იმ პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, რომლებმაც აქციებზე თბილისსა და ბათუმში მოქალაქეებზე იძალადეს. მინდა გითხრათ ასევე, რომ აქციებზე არაერთი დაკავებული ბრალსდებდა ასევე გებუაძეს, რომ ის მათ ფიზიკურად გაუსწორდა. ასეთი იყო ერთ-ერთი მაგალითად მალხაზი რემაძე, რომელიც დააკავეს საპროტესტო აქციებზე, ის საუბრობდა მედიასთან, რომ მასზე პირადად პოლიციის უფროსმა იძალა და ამაზე აქცენტი გააკეთა ასევე თავის წერილში ბათუმის აქციების მთავარმა მედროშემ თემურ ქათამაძემ, რომელიც არის დაკავებული და ის ახლაც საემიგრაციო პატიმრობაშია. ცოტა ხნის წინ მას საემიგრაციო პატიმრობის ვადა კიდევ 3 თვით გაუგრძელეს. თემურ ქათამაძეც აცხადებდა, რომ მასზე პოლიციის უფროსმა იძალა და ეს საქმეც გადაცემულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის, თუმცა მათგან მხოლოდ ერთადერთი პასუხი გვაქვს, რომ მიმდინარეობს გამოძიება.
შეგახსენებთ ასევე, რომ თბილისში დღეს ერთ-ერთი პოლიტპატიმრის საბას ხვიტარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, სადაც დაძაბულობას ჰქონდა ადგილი, ფიზიკური დაპირისპირებაც იყო. თავდაპირველად მოქალაქეები გააღიზიანა იმან, რომ პროცესი დაიწყო მცირე დარბაზში, სადაც ფაქტობრივად ოჯახის წევრები და ახლობლები ვეღარ შევიდნენ და აი ამ მცირე დარბაზშიც დარბაზის დიდი ნაწილი დაკავებული ჰქონდათ პოლიციელებს. ოჯახის ახლობლების უკმაყოფილების გამოხატვის შემდეგ მათ დატოვეს დარბაზი, თუმცა იქ გარკვეულ შეხლა-შემოხლას მაინც ჰქონდა ადგილი. როგორც ხედავთ, საპროტესტო აქცია ბათუმში გრძელდება, თანდათან უფრო მეტი ადამიანი მოდის აქ. დღეს გავიგეთ ასევე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს მერაბ ტურავას სახელმწიფო დაცვა დაენიშნა და მას დღეიდან ნებისმიერი გადაადგილების დროს დაიცავს სახელმწიფო დაცვის წარმომადგენელი. აზა შეგიძლია რომ ჩაგვერთო ბათუმელების ლაივში? თუ შეიძლება რომ აქეთ გადმოიწიო, აზა რაზე მინდა ან თმებით თუ არ გვითრევს პოლიცია? თუ არ დაგვაჯარიმებენ, ან თმებით თუ არ გვითრევს პოლიცია, ამ ფორმით ალბათ ეხმაურებით თბილისში მომხდარ ფაქტს, ხო? აზა დღეს არის მეასე დღე, რაც მედია მენეჯერი მზია ამაღლობელი არის უკანონო პატიმრობაში. მიუხედავად არაერთი ორგანიზაციის მოთხოვნისა, მიუხედავად არაერთი განცხადებისა, სანქციების დაწესებისა, ეს ფაქტობრივად რჩება იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იყო ეს საქმე და 28-ია შემდეგი პროცესი. რა მოლოდინები გაქვს შენ? უფრო აძლიერებს, მარწუხებს ხელისუფლება თუ აქვს რამე შედეგი პროტესტს? მოლოდინები ვისურვებდი, რომ მოლოდინები იყოს სასიკეთო და ხელისუფლება მოეგოს გონს და კიდევ ერთხელ გადაიაზრონ ის, რომ ჩადიან ძალიან დიდ დანაშაულს, რომ მზია ამაღლობის სახით გადაწყვიტეს, რომ ქვეყანას უჩვენონ დიდი კრიმინალი, რომელსაც რაღაცნაირად გაუსწორდებიან და სამაგალითოდ დასჯიან და ამაზე მეტყველებს ყველა ის განცხადება, რომელსაც ისინი აკეთებენ, ხო? ჩვენ ვნახეთ კობახიძის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ მზია ამაღლობელმა შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს. მზია ამაღლობელი დასაჯელია და უნდა დაისაჯოს. თუმცა შეურაცხყოფა თავდასხმა არა. და ამავდროულად მისავე განცხადებაში მან გააკეთა ისიც და თქვა, რომ მზია ამაღლობელი იღებს დავალებებს ვიღაცისგან, რომელიც არ ვიცით, ალბათ Deep State-იდან, იმიტომ რომ მარტო ესაკერია თვითზე და ამბობს, რომ ის იღებდა დავალებებს, თუმცა მზია ამაღლობლის ბრალდებაში მსგავსი რამ არ წერია, ხო? და ყველამ კარგად ვიცით, ალნათივ ვნახეთ ყველაფერი იმ დღესაც შემდეგ სასამართლო პროცესებზე, თუ რა არის მზია ამაღლობლის დანაშაული ამ შემთხვევაში, ხო? ჩვენ ვნახეთ არაერთი ცრუ მოწმე და მეც ვიყავი მათ შორის ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე, საიდანაც გამომაგდო მოსამართლემ, სადაც ერთ-ერთი მოწმე ამბობდა იმას, რომ მზია ამაღლობელს წყალი მიაწოდა თურმე იანვარში მაცევრიდან გამოუღო ცივი წყალი და თვითონვე ამბობდა, რომ მზია ამაღლობელს ხელების უკან შეუკრა და ისიც მისი დავალებით მოხდა ეს ყველაფერი. ანუ ერთი მოწმე ამბობს ამ ყველაფერს, რომ წყალი თვითონ დაუდო, უკან ქონდა ხელები შეკრული და ძალიან საინტერესოა თქო, ცრუ მოწმე ხარ და დაისჯები კანონით, იმიტომ რომ ცრუ მოწმეობა ისჯება კანონით. როგორ შეიძლებოდა უკან შეკრული ხელებით ადამიანს წყალი დაელია თან ზამთარში ცივი წყალი მაცევიდან გამოღო. ეს ხო სასაცილოა, ხო? ეს ხო შეუარაღებელი თვალითაც ჩანს, ხო? მე რომელსაც არ მესმის სამართალ საქმე, მეც კი მივხვდი, რომ მოწმე, რომელიც მოყვანილი იყო, რომელიც იყო გამომძიებული
გამაძიებელი ტყუოდა, ასე ნათლად ტყუოდა ამდენი ადამიანის თვალწინ. ასევე იყო ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ თვითონ დაიჭირეს და თვითონ შეადგინეს ოქმი, არა და მას არ შეუდგენია, საერთოდ არ ყოფილა იმ ტერიტორიაზე და მსგავსი ძალიან ბევრი სრულ მოწმეებით იყო სავსე მზია ამაღლობის სასამართლო პროცესები. და რაც შეეხება თქვენს კითხვას, რა მოლოდინი გვაქვს, ცხადია ეს ყველაფერი გვიჩვენებს, ხო ეს ცირკი, რომელსაც გამს დღევანდელი ხელისუფლება თავისი სასამართლო პროცესები აჩვენებს იმას, რომ ისინი უკან დახევას არ აპირებენ, ისინი აბსოლუტურად აპირებენ იმას, რომ ტოტალური რეჟიმი, ავტორიტარული რეჟიმი გაამყარონ ქვეყანაში და შიში დათესონ, ხო? და დასაჯონ უდანაშაულო ადამიანები, ეს იქნება მზია ამაღლობელი თუ ნებისმიერი სხვა, რომელიც ეხლა ყავთ პატიმრობაში, ეს არიან სისტემის ტყვეები და ამით ცდილობენ, რომ ადამიანები დააშინონ და კიდევ ერთხელ გვითხრან, რომ არც სასამართლო არ არის თქვენს დაქვემდებარებაში, არც პოლიცია არ არის თქვენს დაქვემდებარებაში და საერთოდ სახელმწიფო თქვენ არ გემსახურებთ. და ამას იმეორებს არა მხოლოდ რაღაცა მირაკლი კობახიძე, არამედ დანარჩენებიც ყოფილი ომბუდსმენიც, ხო? და ასე შემდეგ. ანუ ყველა მათგანი თითქოს ჩაერთო აი ამ დამნაშავებულ სისტემაში, რომელსაც ქართული ოცნება ატარებს ჩვენს ქვეყანაში. აბსოლუტურად ყველა. და ეს ყველაფერი მივა იქამდე, რომ საბოლოო ჯამში თვითონ დაждდებიან გასასამართლებელ სკამზე და აუცილებლად ქართული საზოგადოება ამას არ მოითმეს, დადგება დღე, რომ თვითონ მოუწევთ ამ ყველაფერზე პასუხის გება, იმიტომ რომ შეუძლებელია ამდენი უსამართლობა ამ ხელისუფლებას შეაჩეროს. აზა, რაზე მინდა კიდევ გავამახვილოთ ყურადღება. აი რაც ჩამოთვალე, მიუხედავად ამისა, საზოგადოებაც ფაქტობრივად არ ეპოება ამ ყველაფერს და დგება მომენტი, როდესაც ახალ ძალას იკრებს აქცია, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში და პერიოდულად საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც იკრიბება ხალხი აპროტესტებს. ეს თანდათან უფრო მეტ კრიზისს შექმნის და ხელისუფალს მოუწევს ნაბიჯების გადადგმა. ანუ როგორია პროგნოზი, რა შეიძლება მოხდეს? იცით, საზოგადოების დიდი ნაწილი, ის ადამიანები, ვინც აქციებზე უფრო ძალიან ხშირად დადიოდნენ, რაღაც ეტაპზე ხდებიან, რომ და აი ამ დაჯარიმებებმა, დაპატიმრებებმა თითქოს მუხტი შეამცირა საზოგადოებაში, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს მუხტი არ შემცირებულა მაინც. ჩვენ ვნახეთ 9 აპრილის აქციები, ჩვენ ვნახეთ, როგორ არ მიუშვენ ხელისუფალი თბილისში 9 აპრილის მემორიალზე, როგორ არ მიუშვით ბათუმში 9 აპრილის მემორიალზე ხელისუფლებამ და ვერც კი მოახერხეს ჩვენთან წინააღმდეგობაში შემოსვლა, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ მათი ადგილი იქ არის. იქ სადაც 9 აპრილის მემორიალზე ადამიანებმა დაღვარეს სისხლი იმისთვის, რომ საქართველოსთვის დამოუკიდებლობა, თავისუფლება მოეტანა, იმათ საფლავებზე ქართულ ოცნებას არ მიესწრო. ვერ მიესწრო წარმოუდგენელი. ამიტომ მიხვდნენ სადღაც ხვდებოდნენ, რომ მათი ადგილი არ არის, ხვდებოდნენ, რომ ამ სამართლიან საზოგადოებას წინ ვერ აღუდგებოდნენ, ხო? და დამარცხდნენ. შეიძლება ვთქვათ, რომ მარცხი იყო მათთვის, ხო? როცა ვერ მიდიხარ, შენ ხარ ხელისუფლებაში, მაგრამ ვერ მიდიხარ თავარ მოედანზე და 9 აპრილის მემორიალთან და არ გიშვებს საზოგადოება, ეს უკვე შენთვის დამარცხების ტოლფასია. ასევე არ მიუშვით ბათუმში, ესეც დამარცხების ტოლფასია, ხო? და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს მუხტი თანდათანობით უფრო იზრდება. ჩვენ ვხედავთ თბილისში, როგორ არის საზმაოს აქციები, ხო? როგორ მიდის ყოველდღიურად ადამიანები იკრიბება. ეხლა ჩვენ ვნახეთ ხელოვანები და ვნახეთ, როგორ გაათავისუფლეს დავით დოიაშვილი თავის დაკავებული თანამდებობიდან, იმიტომ რომ ისინი იყვნენ დაუღალავ პროტესტში მთელი საქართველოს მასშტაბით, ხო? და ესენიც ხელოვანებიც ადგენენ უკვე ამას წინააღმდეგ. ანუ სხვადასხვა პროფესიული ძალები, პროფესიული საზოგადოება უკვე იკრიფება იმისთვის, რომ ანუ თვითონ დგავს ისეთ ნაბიჯებს. თავისთავად დგამენ ყოველ დღე ისეთ საოცრებებს ჩადიან
კანონების მიღების თვალსაზრისით, განცხადებების თვალსაზრისით საუბრობენ რაღაცა დემოკრატიაზე და ამ დროს სრული ანტიდემოკრატიული მოვლენები მიდის ქვეყანაში, ხო? საუბრობენ პატრიოტიზმზე და მეორე წუთში საუბრობენ, რომ პატრიოტები და ნამდვილი გმირები თითქოს ამ ქვეყანაში ვიღაცის პიარისთვის იყვნენ დაღუპულები. მოყავთ რაღაცა სასამართლო პროცესებზე და თეა წოლუკიანის ცირკში ადამიანები, მათ შორის მოყავთ გენერლები და ჯარის და სამხედრო პირების დისკრედიტაციას ეწევიან. ეს ყველაფერი ხო ადამიანებში აბსოლუტურ პროტესტს იწვევს და თანდათანობით ხო ეს ყველაფერი ადუღდება და ამოზვირწყდება როგორც ძალიან დიდ საპროტესტო ძალად. ხო? აქ არ არის საუბარი არჩევნების გაყალბებაზე მარტო, ხო? ჩვენ ვხედავთ უდანაშაულო ადამიანებს პატიმრობაში, ჩვენ ვხედავთ კანონებს, რომელსაც იღებენ, ჩვენ ვხედავთ როგორ ებრძვიან მედიას, როგორ ებრძვიან განათლების სისტემას. ერთის მხრივ ჩვენ ვიძახით, რომ ჩვენ გვინდათ, რომ შემოვიტანოთ მაგალითად ჩინური ენა, როგორც მეორე ენა და ამ დროს ქართულ ენას სავალდებულოდ კანონს ვიღებთ, სადაც საჯარო მოხელებს არა აქვს ვალდებულება ისაუბრონ ქართულ ენაზე, ხო? და ქართული ენა არ იქნება სავალდებულო საჯარო მოხელისთვის, რომ იცოდეს. ანუ ხედავთ, ებრძვიან განათლებას, ებრძვიან ჯანდაცვის სისტემას, ებრძვიან სასამართლოს, ებრძვიან პოლიციას, აქვემდებარებენ რაღაცა ერთ ადამიანზე და ამით უნდათ საზოგადოებას უთხრან, რომ ეს არის კეთილდღეობა, ეს არის დემოკრატია და ეს არის განვითარება. არ არის ეს დემოკრატია, არ არის ეს განვითარება, ეს არის ავტორიტარიზმი, ეს არის, არ ვიცი, რა ქვია ამას, კიდევ უფრო მეტად ეს არის დიქტატურა, რომელსაც ვდილობთ, რომ ქართული ოცნებამ გაატაროს ქვეყანაში და ამას ხედავთ ყველა მათ ნაბიჯზე, იმის ნაცვლად, რომ რაიმე ერთი გააკეთონ საპირწონედ თუნდაც სხვა პოლიტიკური პარტიებისა, რომელსაც ებრძვიან პირიქით და ამ ყველაფერს ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ deep state-ის მართულები. სინამდვილეში ეს deep state არის მოგონილი, იმიტომ რომ ამათ ასე სჭირდებათ. ამიტომ მე არ მგონია, რომ დღეს ქართული საზოგადოება საქართველოში ვინმე დარჩა, ვინც ამ ადამიანების სჯერა და გონიათ, რომ ეს ზღაპრები, რომელსაც ესენი იგონებენ, არის სიმართლე და დადგება დღე აუცილებლად მთელი საქართველო საყოველთაო ჯანყი, საყოველთაო დამორჩილებლობა და ბოიკოტი იქნება საბოლოო ჯამში გამოსავალი, რომლითაც დავამარცხებთ ქართულ ოცნებას. დიდი მადლობა. ეს იყო აზა გაბუნია, ერთ-ერთი აქტივისტი, რომელიც აცხადებს, რომ ამდენ დღიანი პროტესტი საბოლოო ჯამში გადაიქცევა ერთ დიდ ჯანყად, რითაც დავამარცხებთ საბოლოო ჯამში ოცნებას. ასეთი განცხადება მან გააკეთა ახლა ბათუმელების ლაივში. მე შევეცდები, რომ აქციის რამდენიმე მონაწილეს, რომელიც აქ იმყოფება, გავესაუბრო. გოჩა თუ შეიძლება ბათუმელების ლაივში მინდა გთხოვო. გოჩა, დიდი ხანია რაც აქციაზე დგახარ, ფაქტობრივად ყოველ დღე და პარალელურად ყველა იმ ამბავზე გაქვს ინფორმაცია, რაც ამ პროცესს უკავშირდება. მინდა გკითხო, ეს პროცესი უკვე 146 დღეა. საბოლოო ჯამში ქვეყანაში მუშაობაზე, თუნდაც საჯარო სტრუქტურების მუშაობაზე, თუნდაც ქვეყანაში ბიუჯეტის დაგეგმვაზე, მის შესრულებაზე, როგორ შეიძლება აისახოს, ხომ არ არის მოსალოდნელი მეტი კრიზისი? ანუ ეს კრიზისის ნიშნები შეხედება შეიძლება თქვა, ეს გამოქვეყნდა საქართველოს სამსახურის ანგარიშის სტატისტიკური მონაცემები, რომ ბიუჯეტის დაგეგმარებაში დეფიციტი აქვს მაგალითად. ეს გადასახადში რაც ვერაკრიბა გადასახადები. საპროგნოზო მაჩვენებელი ვერ შესრულდა, მხოლოდ შესრულდა საშემოსავლო გადასახადის კუთხით, რომელიც მე ვფიქრობ, რომ იმის ხარჯი არის შესრულებული, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა დაემატა კიდევ და მათ მიერ გადახდილი გადასახადების ძის საფუძველზე მოხდა საშემოსავლო ნაწილის გარდა. ეს ყველაფერი აფრიკაში მიმდინარე აქციები და საერთაშორისო დონეზე ზეწოლა, ასევე სანქციები, სხვადასხვა თანამდებობის პირები, ყველაფერი საბოლოო ჯამში ერთობლივად შედეგს ღებულობს და მე ვფიქრობ, რომ
კლიმატის იქნება გარდაუვალი, რა ვიცი, ძალიან უახლოეს პერიოდში იქნება და მოუწევს, რომ რაღაც საკმაოდ წავიდეს და განმოხტოს სიტუაცია. მთელი ამ დროის განმავლობაში ფაქტობრივად იღებდა ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლითაც აჩვენებდა, რომ მე დათმობას არ ვაპირებ. ანუ აქეთკენ წავა საქმე, რომ დათმობებზე წავა ხელისუფალი? მოუწევს, იმიტომ რომ ფაქტია, რომ პროტესტი უწყვეტია. 121 დღეა, როგორც აღნიშნეთ, თბილისში, ბათუმში, ლუბიჩი, ქუთაისში, ახალციხეში და სხვა ქალაქებში პროტესტი არის უწყვეტი. ხალხი აპროტესტებს, არ ნებდება, არ ეგუება არსებულ სტატუს-კვოს და რეჟიმის ხელისუფლებაში. მათ მიერ მიღებული დრაკონული კანონების მიუხედავად აღნიშნული პროტესტი არ შემწყდა რა. ანუ ამ კანონმდებლობის ცვლილების მიზანი იყო ფაქტია, რომელსაც თვითონაც ვერ უარყოფენ და მე ვფიქრობ, რომ ანუ დათმობებზე წასვლა მოუწევს და ჩვენი მოთხოვნების საკმაყოფილება გარდაუვალია, იმიტომ რომ სხვა გზა ფიზიკურად არ არის, ჩვენ ანუ ჩვენ ქვეყანას არ გააჩნია ის უნებრივი რესურსები და ის სიმდიდრე, რომელთაც შეიძლება თუნდაც ეკონომიკური გამოკვლევები დააკმაყოფილოს და მოსახლეობის ის მოთხოვნები მინიმალური თუნდაც მათი ხარდამჭერები რაც არის ის უზრუნველყოფილი და უზრუნველყოფილი და ანუ თვითონ რესურსები არ გაგვაჩნია იმისთან, ჩვენ ანუ ჩვენი ეკონომიკა და ქვეყანა დამოკიდებული ვართ ანუ საერთაშორისო ასპარეზზე არსებულ როგორც ფინანსურ, ასევე ეკონომიკურ მდგომარეობაზე და იზოლაციონური პოლიტიკა მე ვფიქრობ შედეგს ვერ გამოვიგებს, ეკონომიკურად დაასუსტებს, რესურსებს გამოაწვის რეჟიმს და საბოლოო ჯამში ვფიქრობ საკუთარი თავის გადარჩენის სრიალობის მიზნითაც წავა დათმობაზე. სხვა გზა ფიზიკურად ვერ ხედავ, არ არსებობს ესე გაგრძელდეს იქა. დიდი მადლობა, ეს იყო გოჩა მჯავანაძე, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ერთ-ერთი თანამშრომელი და ასევე აქტივისტი. ის თითქმის ყოველ დღე იმყოფება ბათუმის აქციაზე და აპროტესტებს, ითხოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ასევე ხელახალი არჩევნების ჩანიშვნას. გოჩა არის მათ შორის, ვინც მუშაობს სხვადასხვა სამთავრობო პროგრამების მონიტორინგზე და სწავლობს კორუფციის რისკებს. შევეცდები ახლა აქციის რამდენიმე მონაწილეს გავესაუბრო. თემურ, შენ მინდა ფხალო ბათუმელების ლაივში თუ შეიძლება. თემურ, უკვე 146 დღეა და მინდა ასეთ საკითხზე გკითხო. როგორ წარმოგიდგენია, როდესაც მოახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ პარტიები თუ ისევ კალანდარშვილი აპირებს რომ ჩაატაროს არჩევნები? მოდჯერას დავიწყეთ. მე როგორც ერთი საქართველოს მოქალაქე არჩევნებზე მონაწილეობას მიიღებ მხოლოდ ორ შემთხვევაში. მათ შორის მიღებაში გულისხმობს ხმის მიცემას მისვლას. ერთი თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩაინიშნება საპარლამენტო არჩევნებიც. მაგრამ ვინ ჩაატარებს, ამას ექნება მნიშვნელობა? უნდა ექნება, ეგ სხვა საკითხია კიდე, ეგ დამატებითი ამბავია. და მეორე, თუნდაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების დროს უკვე ჩანიშნული იქნება საპარლამენტო არჩევნების თარიღიც. სხვა შემთხვევაში მე არ მგონია, რომ რაიმე მნიშვნელობა არჩევნები უნდა მიხდე მაშინ, როდესაც ის არჩევნებია მართლა და არა რაღაცა თამაში. ეს უფრო მართლა უხდება. მე როგორც ვიცი, რაც გამერი მაქვს შიგნით ჩვენთან კოალიციაში ამაზრზეა ყველა ცენტრალურობაშიც და ჭერაშიც და უბრალოდ რო გითხრა რაც ვიცი ნაციებიც ამაზრზე არიან, ნუ არ აპირებენ ადგილობრივში არჩევნებში მონაწილეობას. დანარჩენების ლოგიკა და ახსნა არ მესმის, მე რაღაცა ბოდიალობები რაღაცა ბლა 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 ბლა. ვისი აბა ვინ ფიქრობს რომ მაგალითად არ მესმის ხაზარაძის ლოგიკა, რომ ჯერ მაგაზე პასუხის თქმა ადრეა. რა ვიცი, მარტივად შეიძლება თქვა თუ ეს მოხდება, მე მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას. თუ ეს არ მოხდება, მაშინ არ არის. მაგაზე ჯერ პასუხის თქმა ადრეა, რაღაცა მგონია, რომ თავის არიდებაზე არის იმ კითხვაზე. ავიცი, ბევრი ეგეთი. ვინ მიიღებს ხო? იაგო ხუჩია მიიღებს, დიდი ალბათობით გახარიაც მიიღებს და რაღაცა ანუ ჩატარდება სპექტაკლი, რომელიც დაარქმენ არჩევნებს. დიდი ხანია მე რაღაც პოზიციაში მქრია მაგის მე ვიხახი რომ ამ ქვეყანაში მიძინა არის მოკში სადაც იტყვის რომ მე წავადი და მიდივარ რომ მიძინა არ არის პოლიტიკოსი, მიძინა არის მაფიოზი და მაფიოზები პოლიტიკური მეთოდებით არ მიძინა. მათ შორის მიშასა და ბიზნეს შორის განსხვავებაა, რომ მიშა პოლიტიკოსი იყო და რო უფრო სამართლებრივი
მიძინას რო უთხეს დასავლეთიდან უნდა წამოდევა, არც არ მოვა. ეგ არის განსხვავება თუნდაც თავი. ამიტომ მე არ მჯერა რომ ქვეყანაში ოდესმე არჩევნები ჩატარდება და მიძინა ის რომ მე წავედი, იმიტომ რომ ამის უფლებას არ მისცემს რუსეთი მას. გამომწვია ეგ არის თავის მიღწევა. ჩვენ ქართველებს ან ვეყოფა მაგის სამხედროობა, ძალა, ერთი ადგილი რაღაც არ ვიცი. ალბათ და რუსულმა რაც გაუწმინდა სამხედროდან, ან თუ არ გაუწმინდა, ვიცი რომ ესერი არ მოხდება, აუცილებლად გადარჩება, რაც დავაგვიანებ, უფრო ძლიერი დაგვიждდება. და საბოლოო ჯამში ჩვენ საბჭოთა რეჟიმიდანაც გამოვიდით, ამ ერმა თემურლენგის შემოსვლასაც კი გაუძლო, ყველაფერს გაუძლო, თუმცა რაღაცები მე სისხლის ფასი დაგვიждდება სამწუხაროდ. რამესაც დავაგვიანებთ, იმდენი ძალიან ცუდისკენ წავედი. მე არ მჯერა ამ ქვეყანაში არანაირი არჩევნების, ზუსტად ვარ დარწმუნებული, რომ რუსები ამ ქვეყანაში არ ჩაატარებენ არჩევნებს, იმიტომ რომ არ არსებობს არც ერთი არჩევნები დასასრულებლად, სადაც თვითონ მოიგებენ, ანუ არსებობს ვინმე ადამიანი, ვისაც 50-54% დაიწერეს, რა ვიცი, მართლა ვინმე ჯერა იმის, რომ ამ ქვეყანაში ყოველი მეორე ხოცია? მაშინ ახლა ამბობთ, დიდი ხანია უნდა გავაბოდეთ ამ ქვეყანას, თუ მართლა მაგის მჯერა. ყველამ ხო ვიცი, თუ ამ ქვეყანაში ყოველი მეორე ხოცი არ არის. თუ ამ ქვეყანაში ყოველი მეორე ხოცი არ არის, რაღაცა არასწორად არის მაშინ იმ რაღაცაში, რასაც არჩევნებს ეძახება. თუ სწორად ჩატარდება, ყველა მიცდომ წააგებენ და რა ვიცი, ამას აჩვენებდა ყველაფერი, რასაც კი ყველას ეძახიან არჩევნებამდე და არჩევნების დღესაც პლებისციტი თუ რაც ქვია. მაშინ აზრია რა. ხოდა. რატომ უნდა დაწეროს ახლა რომ ძალიანაც რომ უნდადეს ბიზნეს მაგის აკეთება, პუტინმა ფული ჩადო ამ ქვეყნის დაპყრობაში და ამით საქმე არა აქვს, რომ ბიზნეს სტრუქტურებზე იარონ, მაგრამ ამიტომ რა ვიცი, რაღაც მალე გავიაზროთ, მაგრამ ბავშვო, რუსული ნაგავი გადმოსაყრელი არის სამყაროში შემოგვეძან და გასაცნობია ეს მყრალი ნაგავი, მით უფრო კარგი ჩვენთვის და რაც დიდი ხანი ვითამაშეთ, რა არჩევნები მოვა და ბათუმის მერიას მოუგებთ და რაღაცა საკრებულოში შევა. ხალხის აქციები 156 დღეა არაჩვენებს იმას, რომ ხალხს რაღაცა შეფასება აქვს ამ ყველაფრის, რაც ხდება? არ აფიქსირებს ამ შეფასებას. მაგრამ ხელისუფალი თავისი ქმედებებით, კანონებით, ახალი კანონებით და ასე შემდეგ ეუბნება, რომ უკანდახევას არ აპირებს. კრიზისში შევა ეს ყველაფერი მაინც და მოუწევს დათმობა? ხელისუფალი არა, იგი არიან ბანდა. მე ვფიქრობ, რომ შევასწავლოთ ხელისუფალი ისაა სამართლებრივად გააქვს უფლება მოპოვებული რაღაცას. იგი არიან ჩვეულებრივი ბანდა. პოლიციას რო ეძახიან, მაშინაც ვასწავლოთ, რომ არ არიან პოლიცია, იგი არიან რაღაცა კომუნისტი ჩართული ბანდიტი. ხო, ანუ ხალხის დადგომა და პროტესტის გაცხადება შეიძლება მუშაობდეს პოლონეთში, რუმინეთში, რა ვიცი მე, ბულგარეთში, საშუალო სტანდარტული სტატისტიკური ევროპულ ქვეყანაში, მაგრამ საბჭოთა კავშირში არ მახსოვს, რომ ვინმეს პროტესტი გააცხადებინა და საბჭოთა კავშირი იმ ქვეყანას დამორჩილებდა. საბჭოთა კავშირის მმართველები დამორჩილებდნენ. ამ ქვეყანაში ეგრე არ მუშაობს. ამ ქვეყანაში მუშაობს ძა. ანუ ამას აჩვენებს მათ შორის რუსული კანონის დროინდელი ამბავები. როდესაც აქეთ მხარეს ხალხმა ძალაზე წავიდა, ძალით მოუგო რუსებს, მოუწიათ რუსებს რუსული კანონის პირველჯერ უკან გაწვევა. მე შემოაგდეს ნარატივი, რომ რაღაცა ისა და ესა და ჰოიდა მე. ანუ ხალხმა მეტი ძალა უნდა აჩვენოს, ამას ამბობ. მეტი ძალა უნდა აჩვენოს. ხალხმა ფიზიკურ ძალაში უნდა მოუგოს რუსებს. ეს არის ერთადერთი გამოსავალი. მეორე გამოსავალიც არის ის, რომ რაც შორეული პერსპექტივა სამწუხაროდ, მაგრამ ეგეც გამოსავალია, რომ ყველა ვარიანტი საერთოდ ჩვენ მივიდივართ, ეს არის ხრამი. ანუ თემურ ფიზიკურ ძალაში უფრო მეტი ადამიანის გამოსვლას გულისხმობ? ყველაფერს, ანუ რა ვიცი, ჩვენ ვიქნებით ბათუმში 20,000 ადამიანი და რაღაცა პოლიცია რომ მოვა იცი ჩვენ მშვიდობიანი ხალხი ვართ და ვიკეთებთ რა ვიცი, როცა გირტყამს ანუ რა ვიცი, ტროტუარზე როდგა ხარ და ადამიანი რომლის და გირტყამს, ბუნებრივი რეაქცია არის ის, რომ ტროტუარზე როდგა ხარ და გირტყამს, შენც უთხრა. ან გჯერა იმის, რომ ვიღაცა მოვა და შენ დაგიცავს, რომელმაც დაგარტყა და რა ვიცი, გამოდიხარ. ანუ პოლიციელი რომელიც გირტყავს ვერ დაგიცავს ამას ამბობ. არ დაგიცავს, რატომ დაგიცავს, რომ იმის დანიშნულება შენზე დაარტყმა და არა შენი დაცვა. იმას ხელფასს აძლევენ იმაში, რომ შენ გცემოს. და არა იმაში, რომ შენ დაგიცვას. ამიტომ რა ვიცი, მე უამრავი ვინახე რა ვიცი, თბილისშიც, გუშინაც, რა ვიცი, ადამიანი დააკავეს ქრისტე აღსდგას თქმის გამო. ვინც ქრისტე აღსდგას თქმის გამო გიჭერს, ამას თუ პოლიციელს ეძახი და ემორჩილები, ვერასოდეს ვერ მოიგებს ვერაფერს, მაგრამ ვინც ქრისტე აღსდგას თქმის გამო მოდის და გიჭერს,
ეს ხო არა დანაშაული უბრალოდ ხუშტურის გამო მოუდა ადამიანმა და გიჭირს ხუშტურის გამო რომ შენ დასაჭერად ეხლა მე რომ მივიდი აგერ ეს ახალგაზრდა რომელიმე ხუშტურის გამო ხელი მოუკიდე და წავიყვანო ხო პოლიცია პროვინციაში რითი განხორციელდა ახლა მე და პოლიცია არა აი ამასაც ვისწავლით მაშინ დადგება ის შედეგი რაც შეიძლება დადგეს და მეორე გზა მაგას ვამბობდი არის დასავლური სანქციები რომელიც ცოტა შორეული პერსპექტივაა და დღეს თუმცა სანქციების ნაწილი იყო უკვე მათ შორის რეალურად არ უმუშავია ანუ დღეს გამოქვეყნდა პირველი კვარტალის მონაცემები და საშემოსავლო გადასახადის გარდა ყველა სხვა პარამეტრი დაგეგმილი ბიუჯეტის შემცირება დერეგეთ კი ბატონო იმპორტის გადასახადის აქციის გადასახადის ხო ჯერ ეს არის რაღაც 5 მილიარდი ვერ ავკრიბეთო ბუნებრივია ეს არის ჯერ ჟურნალიც არ არის ძალიან დასაწყისი ძალიან საიტები ჩვენი ანუ ვფიქრობ რომ ბევრ ფაქტორზე აისახება ეს პროტესტი რა თქვენ ვინ გახსოვთ ბოლო ძალიან აქტიური მოქალაქეთა ჟურნალისტები დამსახურებით ერთი ნორმალური ინვესტორი ამ ქვეყანაში ვინც ბოლო პერიოდში შემოვიდა და ფული ჩამოყალიბდა მე ვარ ფულიანი კაცი დიჟი ვარ რომ ჩამოვიდა ქვეყანაში უჩავდა სადაც სადღაც კოლბაში დავარული ტიპი მართავს ქვეყანას და მე იმასთან უნდა დავიასწრე და რაღაცები ჩერს სამართლად არ არის კანონი არ არის სამართლად მეორე ჩვენ რო გვესმოდა ხოლმე რომ რაღაცა ბელარუსები დაასანქცირეს ირანელები დაასანქცირეს ვაზანზარებდა რეჟიმი და ვიკვირდა და ეს აპროჟონში მეთქო ჩვენი დაასანქცირეს არის ბიზინა ივანიშვილი ამერიკას შავი თეთრი უწევდა რის გამო დაასანქცირა რუსეთის სასარგებლო მუშაობის გამო ასე წერია იმ ფუძეზე რის გამო ამერიკასმა დაასანქცირეს მათ შორის ამ ქვეყანაში ყავდა პროკურორი რომელიც დადასტურებულად ამერიკის FBI-ის მიერ დადასტურებული აგენტი იყო რუსეთის და ამ ქვეყანაში თუმცა რამე არ ჩერდოს ანუ ზღაპარია რომ ეს ამ ქვეყნის ეკონომიკა განვითარდა ჩვენ არა ვართ ბელარუსია შეიძლება ვამბობ ხოლმე რომ ბელარუსის ტრაქტორის თავისი ყავს კარაქის თავისი აქვს ხორბალის თავისი აქვს ავი ირანსაც ეგრეა რა ვიცი ავტობის თავისი აქვს და თვითონ სახელმწიფოა ირანის და ბელარუსის ჩვენ არა ვართ ეგეთი ანუ ჩვენ თუ მაგ გზით წავალთ ხო აი მე რაც ფეხს ემატებია ჩვენს ტანზე გაწვდით ესენი 10 წელი აღარ იქნება ამ ქვეყანაში იმიტომ რომ ჩვენ დასავლურ საფინანსო სისტემას მოუწოდებით ვერც ამაზონიდან გამოვიცეთ ვერაფერს და ვერც თემუდან გამოვიცეთ ვერაფერს უნდა გავიცეო ჩინურად და მაგით როცა წავალთ სამო ჯამში მოგვიწევს საბჭოთა ყვავის ფულის და ლამის განათლების მაგ მივა ხო ეგეც ერთ-ერთი გზაა ეგ საკმაოდ მყინველი და საკმაოდ შორი თუ მაგით წავედით ამ ქვეყნის მოსახლეობის smart ნაწილი დასაწყისი და გაიქცია იმიტომ რომ არავის არ უნდა ცხოვრება რაღაცა ქვის ხანაში და შიმშილში და რაღაც ვიღაცები სადაც გაქცეული არიან და ვინც რაღაც ახალს უწევს ხო მე ნაწილი ესეც გაიქცია შორეული პერსპექტივა მაგრამ ეგეც ის გამოსავალი გზაა სხვა მე ვერ ვქნებ გამოსავალს მე არ ჯერა რომ ჩვენ აქ რაღაცა 257 რესტო შევიდით ბიზნეს შესწრება უი რამდენი ხანია თუმე გარა ნაპროფესია და მოდი წავიდე არ შეიძლება არ წავიდე მე არ არის რუსული რეჟიმი ეგრე არ რუსული რეჟიმის ძალა საკუთრებაში ფინანსური ძალა მე არ მჯერა მადლობა ეს იყო თემურ გორგაძე გირჩის წარმომადგენელი ბათუმში ისიც პროევროპული აქციების მონაწილეა თითქმის ყოველდღე აქციებზეა როგორც ხედავთ აქ კიდევ მოვიდნენ მოქალაქეები და საპროტესტო აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან გრძელდება. მე შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს მზიამაღლობელის საქმის განხილვა გაგრძელდება. ჩანიშნულია სასამართლოს ხდომა, საქმეს განიხილავს მოსამართლე ნინო სახელაშვილი და როგორც ვიცით, მოწმეების დაკითხვა გაგრძელდება. ამ ეტაპზე მხოლოდ პროკურატურის მიერ დასახელებული მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს. დასახელებული მოწმეებიდან დარჩენილია რამდენიმე 2 თუ 3 ზუსტად არ ვიცი, მათ შორის ერთ-ერთი არის ირაკლი დგებუაძე, როგორც ვიცი, ისიც უნდა გამოკითხონ სასამართლო პროცესზე, თუმცა არ მაქვს ინფორმაცია შემდეგ ხდომაზე გამოკითხავენ თუ არა მას. როგორ განვითარდება მოვლენები, როგორც თბილისში საპროტესტო აქციაზე, ასევე ბათუმში, ამაზე წაიკითხეთ ბათუმელები ჯიზე, ასევე ნეტ გაზეთი ჯიზე. მე გემშვიდობებით, მადლობა რომ გვიყურეთ.